ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. მისტიური შობა. მონაწილეობენ ბრიტანი ბრისტოუ, ოლივერ რენოლდი, ელიზა კინგი, ჯასტინ ნარსი, ჯილიან რის ბრაუნი, რიჩარდ ველტრი და სხვები. კარგი, უკვე მართლაც ითებს ვერ ვგრძნობ. შეიძლება გამათბობელი ჩავსვათ? ალი, თუ გამათბობელს ჩავსვათ, ვინმე გამონაბოლქს შეამჩნევს. მაგრამ ცოტა რთული იქნება საქმეზე ფოკუსირება, თუ ხელები გაყინული მექნება. შობას გილოცავ. მაგარია, მადლობა კრისა. ზად იყავი, როცა გამოვა. რა გჭირს ჩენ და ამტებს? მე უბრალოდ ამბავი მაინტერესებს. მერ გილბერტს მოუწევს რამდენიმე კითხვას უპასუხოს მის თავიდან არჩევაზე. მიყვარს წლის ეს დრო, ყველაფერი ძალიან ნათელი და სასიამოვნოა, როგორც სიმღერაშია. მშვენიერი სიმღერა. ნამდვილად, მშვენიერია. კარგი, არ დადეგებზე რასაპირე? არ ვიცი, რამე საქმეს წინასწარ გავაკეთებ. ჩვენთან უმეტესობა შობის საჩუქრებს ვცვლით. საიდუმლო სანდას ვთამაშობთ, მსგავსი რაღაცებით ვერთობით. უნდა მოხვიდე, სახალისო იქნება. ალი. უკაცრავად, მე რო ემერიხ, კრისტა დენსერი ვარ. კარგად ვიცი ვინც ხართ. თუ ასე ალბათ პრობლემა არ იქნება თუ კორპორაციაზე და არჩევნებზე ვისაუბრებთ. ასე არ არის? აქ ცოტა ცივა, თუ ინტერვიუ გინდათ, ჩემს ოფისში დარეკეთ. საადე დამიჯერეთ. მეუბნებიან, რომ ძალიან დაკავებული ბრძანდებით. ქალაქის მერის სამსახური არასდროს ილევა. იმას საერთოდ არ ვახსენებ, რომ უკვე შობის დრო დგება. სანტა კლაუსმა გაგაცნოთ ჯეიმსონ ვარდი, ვილ ვაირთის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. უკაცრავად? მერვე სართული, ბინა მესამე. დღეს ღამე მას სტუმრობდით? ამაზე არაფერი ვიცი. ახლა გითომ აპატიებთ? ბატონ ვართან არიყავით. აქ რასაკეთებდით მერო ემერიკ? რაღაცები მაინც პირადული აქ ალბატონო დენსერ, თუნდაც საზოგადო ფიგურისთვის. ახლა კი მშვიდობიანი ღამე და გილოცავთ შობას. კარგი მგზავრობა? სერიოზულად? კარგი, ისე ვიგადაახვია, სადაც ვილ ვრაითის ტიპზე ჯეიმსონ ვარზე ვკითხე. სანამ მერი ემერიკი უარყოფდა ბატონ ვართან შეხვედრას გუშაღამე, მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, ახლა კი უნდა მაპატიოთ. ბატონი ვარდი ქალაქის საბჭოს რამდენჯერმე შეხვდა. ამოჭერი ის კადრები საბჭოს შეხვედრიდან. ყოველ ჯერზე მან მოითხოვა შენობის სხვადასხვა ვარიაციები მისი ვილ ვრაითის კორპორაციისთვის. მერმა ემერიკმა ყველა ეს ვარიაცია დაამტკიცა. ისევე როგორც ქალაქის საბჭომ. მაგრამ არც ერთი მათგანი იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ამას კი ჩვენ ინტერესთან კონფლიქტს ვეძახით. მართლა ფიქრობ, რომ რაღაც ხდება. არა, დარწმუნებული ვარ, ემერიკი უბრალოდ საშობაო ბედნიერებას არ ვცელებდა გუშინგარეთ. კარგი ახალი ამბავი კრისამ. ზოგიერთ ადამიანს არ დაძგები მართლა უყვარს. მეც მიყვარს, ჩემი სტილით ჩუმად, შორიდან. ახლა ფოკუსირდეთ. რა უნდა სტოს? რა უნდა? ალბათ ნახშირი უნდა ჩაგიყაროს წინდაში. გავიგონე. ვახშამზე წამოხვალ თუ არა? მართლა შეძლებ გარისკო, რომ შენი საიდუმლო სანტა მე ვიყო? არ მგონია. დილამშვიდობისა. გამარჯობა. გმადლობ. სტო, ეს ვერ მოიცდის, მე ჯერ კიდევ ემერიკის ვიდეოზე მუშაობ. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს უკვე იცნობთ. დიახ. გონი გუშინ ერთმანეთს შევხვდით და შენ
არასწორი დასკვნები გააკეთე. ან იქნებ ყველაფერს სწორად მივხვდი და ახლა მისი ისტორიის შეცვლა უნდა. არანაირი ისტორია არ არის ქალბატონო დენსერ. ეს არის მთავარი აზრი. როგორც უკვე ვთქვი, იქ პირადი მიზეზების გამო ვიყავი. პირადი მიზეზების გამო? კრისტა, უკვე გითხარი რომ ჯეისონ ვარდი ვილბრაიტიდან ცხოვრობს იმ შენობაში? ვარდი არ დადეგებზე ქალაქიდან გავიდა. რა? შეიძლება მეგობრულად ვისაუბროთ? არა. კი. კი. ჩემი ცოლის ბებია ცხოვრობს იქ და ის დამოკიდებულია, მაგრამ თან ასაკში შედის ნანელ, ამიტომ ხანდახან დახმარება სჭირდება. გუშინღა მე უნდა და ნაძვის ხედა ედგა, ჩემი ცოლი დაკავებული იყო, ამიტომ როგორ შემეძლო უარი მეთქვა. და ამის თქმა გინდოდა? რასაც არ უნდა ფიქრობდე ჩემზე ქალბატონო დენსერ, ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ მოხუცებული ქალი მივატოვოს. ეს იმისთვის, რომ ჩემი იმიჯი გამოასწორო. კიდევ გაქვს რამე კითხვა? არ მინდა ასეთმა მონდომულმა ახალგაზრდა ჟურნალისტმა კარიერა დაკარგოს და გაინადგუროს, მხოლოდ იმიტომ, რომ ფაქტებს ვერ იღებ. დარწმუნებული ვარ ამას დააფასებს, ხომ ასეა? ჰა, კარგი, მაშინ შობას გილოცავთ. თქვენს ასევე. მადლობთ. გილოცავთ შობას. მხოლოდ შობა. სტო, ეს ტიპი რისეთ ხმაც არ უნდა გინდოდეს, უბრალოდ არ თქვა. შენ სამსახურს დაუბრუნდი და რამე სხვა ისტორია იპოვე. რადგან როგორც ჩარლზ დიკენსმა თქვა, ეს მარლისავითაა. მკვდარია, როგორც კარის სახელური. აბა, მითხარით, რა მოიპარეს? საახალწლო განათებები, ჭურჭელი და საერთოდ ყველაფერი. დეტექტივა. გუშინ არაფერი შეგიმჩნევიათ, რამე უჩვეულო. არა, გავიღვიძეთ დღეს დილას და ასე დაგვხდა. ალბათ კამერები არ გაქვთ. სამწუხაროდ სხვა საჩივრებიც გვაქვს მოპარული დეკორაციების შესახებ ამ კვირაში. როგორ ფიქრობთ, ერთი ადამიანი ჩადენილია? ზუსტად ამის გარკვევას ვაპირებ. თუ რაიმე ახალს გაიხსენებთ, გთხოვთ დამირეკეთ. მადლობა, დეტექტივა. არ ვიცოდით, რომ ასე სერიოზულად მიუდგებოდა პოლიციამ საკითხს. ხოლო წელს ბებია და მე შობის დეკორაციებს ვკიდებდით სახლში. ეს ტრადიცია იყო. ამას ძალიან სერიოზულად ვუდგებით. კარგი მეგობრებო. ვივი, შობა მალე მოვა, მაგრამ ახალი ამბები მაინც დასაწერი გვაქვს. დიდ დღემდე მხოლოდ ერთი კვირა გვაქვს და ახალ ამბებზე მეტად ის გვჭირდება, რომ ჩვენმა მაყურებლებმა შეიგრძნონ, რომ ეს წლის მნიშვნელოვანი სეზონია. ჩვენს 6 საათიანი ახალი ამბების გადაცემას მშვენიერი რეიტინგი აქვს. მაგრამ ალგორითმა დაადგინა, რომ მადლიერებისა და შობის დღეს შორის ყურებადობა საგრძნობლად გაზრდილია. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ახალი წლის ამბებს ელოდებიან. ეს ნიშნავს, რომ ამ დღიდან შობის დღემდე რაღაც თბილს და კომფორტულს ვიზამთ. აბა, გისმენთ? მერი კიდევ ერთხელ ანათებს ნაძვის ხეს ქალაქის ცენტრში. პირდაპირ გადაცემა. მშვენიერია მომწონს, მაგრამ არჩევნების გამო ცოტა ნერვიულობს. ამიტომ თუ ნერვიულობს, ლაპარაკს იწყებს. რეკლამაზე გადართეთ. კიდევ? ეს ცოტა სასაცილო არ არის? დაიწყო. ვიცი რომ შობა, მაგრამ მართლა საჭიროა რომ საჩუქრების შევფუთოთ იმისთვის, რომ ხალხმა ახალი ამბები ნახოს? სასაცილოა, რადგან ეს ამბავი მაქვს იმისთვის, რომ შენ ახალი წლის განწყობა შეგიქმნა. პოლიცია გამოიძახე იმ სახლში, საიდანაც ახალი წლის დეკორაციები მოიპარეს. ეს ყველაფერი სიმღერას გავს. მოიცადე. ხვალიდან დაიწყებ. ეს მეხუთე შობის ხურდობის განაცხადია. გაყოფილება თქვა, რომ მათ არ უპოვიათ ჯერ ეჭვიტარელი, ისინი ხალხს არწმუნებენ, რომ შეუძლიათ კბილა დაიძინონ, საწოლებში შაქარი მიიღონ და ასე შემდეგ. მეხუმრები. კარგი. როგორც გითხარი, ხვალიდან დაიწყებ. მინდა რომ ეს ისტორია ყველა მხრიდან დაამუშავო. ცხოვრობლებს ელაპარაკე. გაიგე პოლიციას რისი გაკეთება უნდა, საწავი და ჩვენი საშობაო განწყობა. ყველაზე მაგარი ნაწილი კი ის არის, რომ შენ ქურცი პოვი, კამერას აიღებ და ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერ მე-7 არხისთვის. და როგორ ვაპირებ ამის გაკეთებას? შენ ჟურნალისტი ხარ, შენით მოიფიქრებ. ამასობაში კი მოემზადე 7 საათში ეთერში ხარ. ახლა კი ვინ არის ამ საიდუმლო სანტას ორგანიზატორი? შენ ხარ?
ალი მას დაველაპარაკები. ლამაზია. საჭირო არ იყო. გავიგე რომ წელს სანტას ეხმარები. შეიძლება ეს დაგეხმაროს. ან როგორც ჩვენ ვეძახით, ჰუვილის ჰუდუნიძე. ეს ბოლო ხუმრობაა გრინჩზე, რომლის მასმენაც მინდა. თავი შევიკავა. საქმე როგორ მიდის? მე 5 ოჯახი მყავს, რომელსაც საშობაო განწყობა წაერთვა. ხომ გესმის არა? ახსოვს ეს აქამდეც რომ მომხდარიყო. ვიღაც გაჭირებული დეკორაციებს იპარავს და მათ ყიდის. ერთხელ ან ორჯერ წელიწადში კი, მაგრამ ეს მე-5 მოხდა ამ კვირაში. ეს განსხვავებულია. სერიოზული ამბავია. ხო, კარგი მაშინ თავს შორს დავიჭერ პატარა სათამაშო ელფებისგან. ასე მოიქეცი, მე კი შევეცდები მათ განწყობა დაუბრუნო. ამის გაკეთება ქუდის გაკეთებისგან დაიწყე. ამ ქუდისგან? არა და მოგიხდებოდა. არა. ქალბატონი და ბატონო ნელსონ, რამე იდეა გაქვთ, რატომ დაესხნენ თქვენ სახლს? არა. ჩვენ აქ 30 წელიწადზე მეტია ვცხოვრობთ. მეზობლებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. არ დადაგებს. სულ ველოდებით. პოლიციამ რა თქვა? ჩვენ დეტექტივ ბრიჯერს ვესაუბრეთ, ის კარგი კაცია. დაგვბერდა რომ პოლიცია მას სერიოზულად მეუდგებოდა. რამის თქმა გინდათ ქორდისთვის? იმას ვიტყოდი რომ დეკორაციები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ მან ამაზე მეტი წაიღო. მანამ სეზონის ბედნიერება წაგვართვა. ამის დაბრუნება კი ბევრად რთული იქნება. საკმარისი დრო არ გვაქვს, რომ ეს გადაცემა გაუშვათ დღეს. უბრალოდ ოფიციალური ციტატა გვჭირდება, ამას 2 წუთი დასჭირდება. შიგნით რომ ვიკითხოთ. სპონტანურ მომენტს არაფერი ჭამს. ასეთ განცხადებას არაფერი ჭამს. ეს ის არის. მზად ხარ? მიდი. დავედით. დეტექტივ ბრიჯერ, მე კრისტა დენსერი ვარ. მე-7 არხიდან შეიძლება გაგესაუბროთ. რაზე? თქვენ შობის დეკორაციების მოპარვის შესახებ საქმეს იძიებთ, ხომ ასეა? ბოდიში, მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. გჯერათ რომ კავშირია ამ 5 ქურდობას შორის. არის ეს რაიმე შობის კონსპირაცია? ეს ცოტა დრამატულია. ასე არ ფიქრობთ? შობა ერთ კვირაშია. ნობელთაუნის ხალხს უნდა ეშინოდეს ამ ქურდობების სერიის. პოლიციის განყოფილება ყველას მოუწოდებს, რომ იყვნენ ფრთხილად. თუ რამეს დაინახავენ, უბრალოდ თქვან. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტ ქურდობას ელოდებით შემდეგ დღეებში, არა? კარგ დღეს გისურვებთ, ქალბატონო დანსერ. გადახებული. დეტექტივ ბრიჯერ, რამდენიმე სახლის პატრონს გავესაუბრე, მათ თქვეს, რომ კარგი ადამიანი ხართ. მათ ისიც თქვეს, რომ აპირებთ ამ საქმეს სერიოზულად მოეკიდოთ. ასეა. კარგი. ერთი და ნათამდე. ეს რა არის? ალბათორი? დანაშაული ჩაიდინეს, ქალბატონო დანსერ. ჩემი საქმეა, რომ სამართალი დავიცო. ამასთან შობა არაფერ შუაშია? ხო, ადამიანები ელოდებიან არ დადაგებს, მეგობრებთან და ოჯახთან ყოფნა სურთ. ნამდვილად არ გსურს რაღაცა ასეთმა ხელი შეგიშალოს. ესე იგი თქვენ გინდათ რომ ადამიანები შობით დადგმდნენ? დიახ. მაშინ არ იქნება კარგი იდეა რომ კამერაში გამოჩნდეთ მოქალაქეებს და ენახოთ და მთელ ქალაქს უთხრათ როგორ აპირებს პოლიციის დეპარტამენტი და თქვენ შობის გადარჩენას. თქვენ კარგი ხართ. კარგი ხართ. განცხადებას მივიღებთ? შეუძლებელია. თუ აზრს შეიცვლეთ. გილოცავ ჩობას კრისტა დანსერ ნობელთაუნის მე-7 არხიდან. დეკორაციები ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, მაგრამ თქვენ უფრო დიდი ბედნიერება წაგვართვით. მისი დაბრუნება კი უფრო რთული იქნება. მოპარული საშობაო დეკორაციები. რთულია ამის დაჯერება, კრისტა. პოლიციას აქვს რაიმე მტკიცებულება? გორდონ, პოლიციას კომენტარის გაკეთება არ სურს მიმდინარე გამოძიებაზე, მაგრამ ამ კვირის განმავლობაში მე სხვა მსხვერპლებს ვესაუბრებოდი და ჩემს გამოძიებას ვაწარმოებდი. ეს კი იმისთვის, რომ ნობელთაუნში შობის ბედნიერება დავაბრუნა. სიამოვნებით დაველოდებით ამას რეკლამის შემდეგ. გადაღებულია. ცუდი არ იყო. კარგი, მაჩვენე.
ჩვენზე არ საუბრობენ, მაგრამ ხალხს მოსწონს ეს სადაც მიდის. გვეუბნებიან, რომ მათ არ მოვაპარინოთ შობა, ნობელთაუნს დავეხმაროთ. კრისტას ეუბნებიან, რომ შობა გადაარჩინოს. აშკარად უფრო მეტი უნდათ. ვის არ უყვარს მისტიური შობა. კარგი, ასე გააგრძელე. კრისტა, ის ტიპი იპოვე. და კამერით დააფიქსირე. კრისტამ შობა გადაარჩინა. ეს ძალიან მომწონს. არასდროს მეთქვამს, რომ ამას ვიზამდისო. სტუ, გესმის? მშვენიერი ადგილია. რა თქმა უნდა, ამ მოპარული დეკორაციების გარდა. ძალიან ცივა. კარგი, დეტექტივის დაველაპარაკები შენ აქ დარჩი, გათბი. აქ ეყავი, ესმის? გამარჯობა, დეტექტივო ბრიჯერ. კრისტა დენსერ, ნობელთაუნის მეშვიდე არხიდან. გამარჯობა. აქ რას აკეთებთ? ჩემ საქმეს. როგორც ჩანს, ქალბატონი ქვენი სახლში არ არის. არა, გასულია. ეს წოდი არა დავაპირებდი მის დეკორაციებზე ინტერვიუ ჩამომერთვა. იმისთვის, რომ ნობელთაუნის შობის სიხარული დააბრუნა? ესე იგი წინა ღამის ჩემს გადაცემას უყურეთ. ხო, ძალიან მომეწონა. ინფორმატიული, საინტერესო და გამედავია. მადლობა. განსაკუთრებით ის ნაწილი მომეწონა, სადაც ამბობდი, რომ შენ საკუთარ გამოძიებას ჩაატარებდი ამ ქურდობაზე. ეს ჩემი საქმეა, ჟურნალისტი ვარ. არა, დეტექტივი მე ვარ, ამიტომ ეს ჩემი საქმეა. ჩემი სამუშაოს ნაწილი კითხვების დასმა, რომელიც რაღაც სამხილებს მეყვება. თუ ეს კითხვები პოლიციის ოფიციალურ გამოძიებას ხელს არ შეუშლის, ამას არ გავაკეთებდი. მაშინ მე და თქვენ კაკაო და შობასავით შევეწყობით ერთმანეთს. შობას გილოცავთ. ამას ძალიან სერიოზულად ვუდგებით. ამას სულ მეუბნებით, ბამბ ჰამბურგს გავარ? ახლა როცა ახსენეთ ეს, მე თვითონაც გრძნობ შების განწყობას. ირგვლივ მოიხედეთ. ქუჩები თოვლითაა დაფარული. ფერადი კაშკაშა სინათლეები. ეს როგორ არ მოგწონთ? რეალურად მე უკეთესი კითხვა მაქვს. როგორ მიაქვთ დეკორაციები ისე, რომ ვერ ამჩნევენ? ეს რთულად ამოსახსნელია. რამე თეორია გააქვთ? რამდენიმე. შენ? რამდენიმე? ბოლოჯერ არ გნახულობ, ხო? არა. მაშინ ერთ-ორ შემისრულებ? რას? შეგიძლია შენს მეგობარს უთხრა, რომ ამას ვერ გამოაქვეყნებს. დიდი მადლობა, მის დენსერ. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. ახლა ხან გადმოვედით და ჩვენი პირველი შობა უნდა გქონოდა ამ სახლში. ძალიან გვინდოდა დეკორაციების მოწყობა, პრაქტიკულად მთელი მაღაზია ვიყიდეთ. შობის ბარათზე დავხატეთ ეს სახლი. გამარჯობა, დეტექტივო. კარგი, მორჩეთ. ეს მეც ვაჩვენეს. სანტა შეემჩნია სახურავზე. უკვე შევამოწმეთ, არანაირი სამხილი არაა. ქვემოთ როგორ ჩამოიტანდნენ? ალბათ ეს საშობაო სასწაული იყო. უკვე გითხარით, ქალბატონო დანსერ, ამ ყველაფრის განხილვას თქვენთან არ ვაპირებ. იცი რა? შევეშვათ ქალბატონ დენსერს, ჩემი სახელი კრისტაა. მართლა ვიმეგობრებთ? არ ვიცი, უბრალოდ წლის ამ დროში, როდესაც ხშირად მეძახიან ამ სახელს, მგონია რომ იმ სიმღერას ამღერიან. რაზე ლაპარაკობ? ხო, მოცეკვავი ის, რომელიც ირემის თამაშია. დიახ, მომისმინეთ დეტექტივო? რაიანი. რა? უფრო სამართლიანია. კარგი, რაიან. საქმე იმაშია, რომ ასე ერთმანეთთან შეხვედრის მაგივრად იქნებით ცადოთ და ერთად ვიმუშაოთ. უკაცრავად, ბოდიში. უბრალოდ სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი. სერიოზულად ვამბობ. ხო, რაიანი. კარგი, უნდა მაპატიო, ამ ხალხს უნდა ველაპარაკო. სამხელი არ აქვს, ხომაზეა. ამიტომ დადიხარ წრეებზე. ერთ ადგილას ხარ გაჩერებული. უკაცრავად.
დიდი ბოდიში საყვარელო. საწყალ რუდოლფს მარტო ვერ დავტოვებდი. მე მივხედავებია. როცა ასე ნახე ძალიან მეშინოდა, რომ ვიღაცა აიღებდა და წაიღებდა ზუსტად ისე როგორც იმ სახლებშია. უყურე ამას. ძალიან ცუდია შობის დეკორაციების მოპარვა. ხო, ასეა. ძალიან ცუდია. მომეწონა ის ჟურნალისტი კრისტა დენსერი რა? ძალიან ბევრი შეუძლია ის ბოლომდე მიყვება ამ საქმეს. ასე ფიქრობ? მან თქვა, რომ პოლიციას ჯერ ერთმიტანილი არ ხავს. ვები არაფერზე იდარდო. შენი დეკორაციები უსაფრთხოდაა. ახლა კი წავედეთ. რუდოლფი იქ დავკიდოთ, სადაც საჭიროა. კარგი? ვახშამზე აქ დარჩები? წვნიანი გავაკეთე. ძალიან ბევრია. გოგრის სოპი? შობა ამის გარეშე ვერ შედგება. იმედი მქონდა რომ კითხავდი. ჩვენ ახლახან გადმოვედით. ეს ჩვენი შობის პირველი დღესასწაული იყო აქ. კრისტა? კრისტა სად არის? მითხარი. გულისებში მაგიერს ეკეთებს. მისი ფურცლების მზადება დაუსრულე უნდა მივცე. ისიც არ არის აუცილებელი ერთ ოთახში იყოთ რომ ეს მისცეთ. კარგი, განაგრძეთ. ნახეთ რა მიიღეთ საიდუმლო სანდასგან. ვის ესაუბრება? შეგიძლია მითხრა? არავის, უბრალოდ დეტექტივია. პოლიციის დეპარტამენტში მივიდა? არა, მან ძალიან მკაფიოდ გითხრა რომ ამ კადრებს ვერ გამოვიყენებ. მოდი შევხედოთ. ფურცლები არ უნდა მეგეწანათ კრისტასთვის. შენ გააკეთე. მე კი ამას ვუყურებ. მე ვუყურებ. ძალიან გემრიელი იყო ბებია. მგონი ბაბუა შენი ამ წვნიანს უფრო ელოდა ვიდრე შობის საჩუქრებს. ეს ნამდვილად ასეა. რაინ, ვიცი რომ დაგავებული ხარ, ამიტომ მესმის რომ შეიძლება გრენით პიკში ვერ წამოხვიდე. ამას გავიგებ. იცი ხალხი სულ მეკითხება, რატომ მომწონს ასე ძალიან შობა. ჩემ სამსახურში ეს ალბათ სწორი შეკითხვაც არის. მე მათ ამ ადგილზე ვეუბნები, სადაც ჩემმა ბებია ბაბუამ გამზარდა. ასე გამოიყურება ჩემი საშობაო ბარათი. ამიტომ ამ ადგილზე მოსვლას მთელი წლის განმავლობაში ველოდები. ბაბია, გრანიტ პიკში წამოსვლას არაფერი სჯობს. ჩვენ დეკორაციების გაკეთება ძალიან მოგწონდა. ამის გამო მთელი მაღაზია ვიყიდეთ. როგორც ვიცით, ამას ძალიან დიდი გამოხმარება მოჰყვა. ნობელთაუნის საშობაო ქალაქია. და ჩვენ გვინდა ეს ასე იყოს სულ გორდონ. ამიტომაც დავრჩები ამ ამბის ირგვლივ და ვიპოვი ეს ვინ გააკეთა. ეს სინათლეებზე და დეკორაციებზე. ეს ჩვენი საშობაო განწყობა. ამას ვერავინ წაგვართმევს. მადლობ კრისტა. მალე დაგიბრუნდებით. დავასრულეთ. მე მგონი კარგი ეთერი გამოგვივიდა. ფიქრობ. მე შევძელი შენთვის მეთქვა რომ ეს ჩემი ტიპის ისტორიები არ არის, ამიტომ ჩემი ამბები დამიბრუნა, ეს ყველაზე კარგად გამომდის. ეს კი შობის 20 დღეს არ მოიცავს. ჩვენმა შობის ახალმა ამბებმა მაყურებლებით 13%-ით გაზარდა. რა? შენზე ყველა საუბრობს. ამბობენ რომ კრისტა გადაარჩენს შობას. ეს საყვარლობაა. მარტივად ამყოლია და 100,000 მეტზე მოწონება აქვს. შენ ჩემი პერსონალური გმირი ხარ. მადლობა. კარგი. კარგად დაიწყე. ცუდი ტიპი დაიჭირე შობამდე. შემდეგ კი იმ ამბავს აირჩევ, რომელიც მოგინდება. მართლა? ხო. ერთი რაღაცის დამატებით. ის დეტექტივი უნდა ჩაწერო. აუცილებლად. მაიცა რა? ალიმმა ჩვენა თქვენი კადრები. ეს მშვენიერია. ყველას მოუნდება ამის ნახვა. შენ და დეტექტივი კამერამ უნდა გადაგიღოთ. ხვალ ღამით. აუცილებლად. მე ვცადე. ის არ მთახმდება. უკვე გითხარი რომ ნებისმიერ ისტორიას აირჩევ. ნებისმიერ ისტორიას. ნებისმიერ ისტორიას. ხომ გითხარი? ნებისმიერ ისტორიას. მართალია. ვიცი რომ შობას არაფერი სჯობს ჩვენს ულამაზეს ქალაქში. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამ საშინელ დანაშაულს, რომელიც შობას გვპარავს. მე ყველაფერს ვიზამ, რაც შემიძლია რომ შობა ნათელი და ბედნიერი იყოს ნობელთაუნში. ამიტომაც დღეს დილით პირადად დავურეკე პოლიციის უფროსს და ვკითხე რა ხდება. რის გაკეთებას აპირებს. მერო
პოლიცია ჯერ ეჭვმიტანილები არ ყავს. რას გააკეთებთ, რომ ეს გამოძიება დააჩქაროთ? ჯერჯერობით სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ გარწმუნებთ, ყველაფერს ვიზამთ, რაც შემიძლია. მერმა საბჭოს უფროს დაურეკა. საბჭოს უფროსმა პოლიციის უფროსმა მე და მირეკ, ამიტომაც უნდა ვისაუბროთ მე და შენ. დეტექტივო, როგორ მიდის გამოძიება? კაპიტანო, რამდენიმე დანაშაულის სცენაა და არც ერთი მოწმე. ასევე უნიკალური დანაშაულია და შობამდე, დეტექტივო. ეს ლოგიკაში არ ჯდება. რაზე ამბობ? ჩვენ ვიცით, რომ ეს უბრალოდ ბავშვების გაკეთებული არ არის. რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ დეკორაციებს იპარავენ, რომ ისინი გაყიდონ. ეს მაშინ, როცა შობა მალე უნდა დადგეს. ყველა დაკარგული ნივთისია მაქვს. ფიქრობ, რომ რაღაც სხვა ხდება? უბრალოდ რაღაც უცნაურია. ხვდები, რომ ეს შობის კოშმარს ემსგავსება ნელ-ნელა? ხვდები? ხო, პატივისცემის მიუხედავად, მერს უბრალოდ უნდა ახალ ამბებში აღმოჩნდეს. და ეს გამოსდის. სანამ ეს ყველაფერი დამთავრდება, მას მოუწევს პრეს-კონფერენცია ჩაატაროს და თქვას, რომ პოლიცია შობის არ ჯერა. მერე? მინდა რომ ჩვენი მხარე მოვყვათ ამ ისტორიის. მინდა ხალხს დავანახოთ, რომ პოლიციის დეპარტამენტი ისევე ზრუნავს შობაზე, როგორც ისინი. ეს როგორ უნდა გავაკეთო? გარეთ არ გაგიხედავს? პრესის წარმომადგენლები არიან ყველგან. შენი მჯერა. ეს კუდი აუცილებლად უნდა დაიხურო. კარგი რა. უფრო უხდება შობის განწყობას. კაპიტანმა თქვა, რომ ჩვენი ნაწილი უნდა წარვადგინოთ. მას არ ვთქვამს, რომ იქ უნდა გავიდა. ორიომ კარგად ვიცით, რაც იგულისხმა. მიდი. დაიხურე. მიდი. არა. სტო? ემერიკი ამ დეკორაციებს იპარავს, რომ კამპანია წარმართოს. იმ ისტორიაზე ამბობ, რომელზეც გითხარი, რომ დამთავრებული იყო. სტო, რატომ ჩაატარებდა პრეს-კონფერენციას დაკარგულ დეკორაციებზე? ამით სარგებელს თუ არ მოიპოვებდა? ქალაქის კეთილგანწყობისთვის? ჩვენ იმ კაცებს საუბრობთ, რომელსაც აღიარება არ უნდოდა, რომ ნაძვის ხის დადგმაში ხალხს დაეხმარა. კარგი, ამერიკის ამბავზე სხვა ჟურნალისტს გავუშვებ. სხვა ჟურნალისტს? ბოდიში? მოგადიეთ. ყველას ჩვენი საქმე გვაქვს, კრისტა. ახლა ჩემი საქმეა პლანეტებზე ვიპოვოთ წიგნი, რომელიც ჩემი 5 წლის შვილიშვილს ჯერ არ წაუკითხავს. შენი საქმე კი? დეკორაციების ამბის გაგება. და იმ დეტექტივზე არ დაგავიწყდეს. თქვენ ორი დენსერი და ფრანცერი ვით უნდა იყოთ. მივხვდი რა გავაკეთე? რა? არა? გაჩერდი. დეტექტივო. მის დენსერ? კრისტა, გამარჯობა. გამარჯობა. არაჩვეულებრივი ადგილია. დიახ, ტკბილეულს არიგებენ იმ მაგიდასთან, თუ საკმარისად ზრდილობიანად ეკითხავთ. ძალიან კარგი. ფიქრობ, აქ დეკორაციების გამო არ მასულხართ. არა. დრო გაქვთ? წარმოვყევით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი იდეა არ არის, მაგრამ იმის მერე რაც ემერიკსმა თქვა, ხალხი არასწორად ფიქრს იწყებს. ჩემს კაპიტანს უნდა ქალაქმა გაიგოს, რომ ვერავინ დაემუქრება შობას, სანამ ჩვენ მუშაობთ. საშობაო სიაზე მუშაობთ? არა. მოგადიეთ. უფროსისთვის უნდა მეთქვა, რომ მე და თქვენ საუბრობთ, ჩემი გადამღებიც მოვა ძალიან მალე. მინდა რამდენიმე წესი შემოვიღოთ, სანამ დავიწყებთ. აქამდე რავს თქვი, ისევ მუშაობს. გამოძიებაზე არანაირი კითხვა არ უნდა დასვათ. ვერ ვიტყვი ვერაფერს მის შესახებ, რომ მოწმე ან მტკიცებულება არ მყავს. იმიტომ რომ არ ყავს. თქვენ ეს არ იცით? ყავთ ეჭმიტანელი? მე ეს არ მithქვამს. არ გითქვამთ, რომ არ ყავთ. ხედავთ? აი ზუსტად ეს. ამაზე ვსაუბრობ. ამას არ გავაკეთებთ. ეს იმის გამო ხდება, რომ ხალხი გაერთოს შობაზე. შობა. გასაგებია. ყოველთვის ასე ძალიან მოგწონდა ჩობა. ეს შემდეგი წესია. პერსონალურ კითხვებს არ დასვამთ. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ. დარწმუნებული ვარ, თქვენ უბრალოდ არასდროს საუბრობთ. ფიქრობთ, მიცნობთ?
მე დეტექტივი ვარ. ხალხის ცნობა ჩემი საქმეა. დამიჯერეთ ამ საკითხში თქვენზე ბევრად უკეთესი ვარ. თქვენმა ჟურნალისტის ინსტინქტებმა გამომიცნო? ზუსტად ისე, როგორც ყველა შობის ფილმის დასასრულმა, რომელიც მინახავს. კარგი. გისმენთ? თქვენ დაიწყეთ. ბრიჯერ? როდის? კარგი, მოვდივარ. ეს ხო დროს უნდა გავაკეთოთ. რა მოხდა? მოპარულ დეკორაციებს ეხება? ეს არ არის მთელი ინტერვიუს აზრი არა? რაც უფრო მალე გააგებინებთ ხალხს, რომ ყველაფერი კარგად არის, უკეთესი არ არის? ვერ შეგაკავებთ, რომ არ გამოვყვეთ. ყველად მოგიყვანე, რა? ჰა, ამ ორმა გენიოსმა გადაწყვიტა, რომ სასაცილო იქნებოდა სხვა წყვილის დეკორაციების შეცვლა. მეზობელმა დაინახა და დაგვირეკა. მეხუმრები? არა, ეს ძველი ტრადიციული შობის ხუმრობაა. ისევ იქორცაიდანაც დავიწყეთ. ბოდიში მეგობარო. ახლა კი წვეულების დროა. ამაზე მე ვიზრუნებ. კარგი. ესენი არიან ის ტიპები? არა, ეს უბრალოდ უაზრო ხუმრობა იყო. რას გულისხმობ? ეს ტრადიციაა, სხვა ქურდობებთან არაფერ შუაშია. ამას ბავშვები შვებიან. ბოდიში რომ დრო დაგაკარგვინეთ. დეტექტივ რაიან. მე იმედი მქონდა ინტერვიუს ჩაწერას ისევ ვისურვებდი. მზად ხარ? ახლა? ხო. კარგი. აბა, დავიწყოთ. კარგი. მზად ხარ? დეტექტივ ბრიჯერ, რას გეტყვით შობის დეკორაციების გაქრობაზე? ნობელთაუნის პოლიციის დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ქურდობები ძალიან მალე შეაჩეროს. სულ ეს არის? შეგიძლიათ რამე დაამატოთ იმ ხალხისთვის, ვინც სახლშია ახლა? შობას გილოცავთ. დავდით. კარგი, შევედით. გადაღებას მოვჭე? ეს კარგი, გავჩერდეთ. რამეს დაამატებდით ხალხისთვის, რომელიც სახლში ზის ახლა? შობას გილოცავთ. კრისტა, ისე ჩანს თითქოს პოლიციაც ჩვენსავით წუხს ამ გამოძიების გამო. ისინი შეიძლება იმედგაცრუებულები არიან, გორდონ, მაგრამ მიზანდასახულებიც არიან. მე მალე ველოდები მათგან ამ საქმის განვითარებას. ამას სიამოვნებით დაველოდები. უკეთესი ამბავი კი ის არის, რომ დღეს ნაძვის ხისანთებაა. დარჩით ჩვენთან ერთად და ამას მალე ვუყურებთ. გადავიღეთ. უფრო ნათელი მხარე? უფრო კარგი საშობაო განწყობაც მინახავს. უნდა გითხრა, უფრო მეტის მოლოდინიც მქონდა ყველასგან, ვინც დღეს გამოჩნდა. ის ცოტა გაღიზიანებული იყო. ვიღაც ისეც გავდა, რომ ამაც შობა გააუქმა. რაიანს ეგონა, რომ რაღაც სამხელი იპოვა, მაგრამ ასე არ მოხდა. რაიანს? თავარი ის არის, რომ მას ძალიან უყვარს შობა და მას სერიოზულად უდგება. თავი ის არის, რომ რაღაც უნდა გააკეთოს, სანამ ყველა მაყურებელს დავკარგავთ. არ ინერვიულო. მას დაველაპარაკები. კითხვა ის უფროა, ის თუ დაგველაპარაკება. მხოლოდ ერთი გზით შეიძლება ამის გაკება. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. კრისტა? გამარჯობა. კარგელოდი. არ მეგონა თუ აქ ნახავდი. ყოველ შემთხვევაში კამერების გარეშე. მხოლოდ მე ვარ საშობაო განწყობის შექმნა მინდოდა. ეს ბებია ჩემია. ჯოისი. ბებია ეს? კრისტა დენსელი დიდი გულშემატკივარი ვარ თქვენი. გმადლობთ. უბრალოდ საშინელებაა საშობაო დეკორაციების მოპარვა. ამის გაკეთება
ნეტავი შეეძლო. არ ვიცი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს დარწმუნებული ვარ, რაიანი იპოვის, ვინც ეს გააკეთა. დარწმუნებული უნდა იყო. პატარაობიდანვე მისი საყვარელი დღესასწაული შობა იყო. კარგი ბებია. შენთვის ბევრი რაღაცის მოყოლა შემიძლია. დარწმუნებული ვარ ამის მასმენა არ წორს. ძალიან მინდა. გონი მზად არიან რომ ნაძვის ხე ანტონ. კარგი სხვა დროს იყოს. 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. შობას გილოცავთ. არე ჩქარო. ჩემს მეგობრებს დავპირდი რომ ანთების შემდეგ ნახავდი. არ მინდა ჩემი შვილი მარტო დავტოვა. მეგობრებთან ერთად წავალ სახლში. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, კრისტა. მადლობთ, გაერთეთ. მართლა მეგობრებთან მინდის? რთული სათქმელია. აუცილებელი არ არის აქ დარჩე. და ჯოისის საწოდავი შვილი მარტო დავტოვა? თანაც ეს კარგი საყურებელია. ნამდვილად. ესე იგი, აქ შემდეგი ისტორიის შესადგენად ხარ? ასეა? იგივე ისტორია, სხვა მხრიდან. აღმოჩნდა, რომ ისეთი ინტერვიუ ვერ მივიღე, როგორცაც ველოდებოდი. რაც შეეხება ამას. ბოდის ვეხდი. სიმართლე ის არის, რომ არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. დრო გადის და იდეები მელევა. ყველაფერს მოვაყარებ. მე შენი მჯერა. ფრთხილად. შენს ბაჰამბურგის რეპუტაციას გააფუჭებ. შეუძლებელია. არა? რატომ? შენმა ბებიამ რა იგულისხმა, როცა თქვა, რომ შობა შენი საყვარელი წელიწადის დროა? ყველა ბავშვი ელოდება შობას. როგორ ჩანს, შენ და ბები ახლოს ხართ? ჩემმა ბებია ბაბუამ გამზარდა იმის შემდეგ, რაც მშობლები დავკარგე. წოხარ. არა, ძალიან პატარა ვიყავი. არც კი მახსოვს ისინი. ხოლო ის მახსოვს, რომ ბებია და ბაბუა მიყვებოდა მათ ისტორიებს წლების განმავლობაში. ბევრი მათგანი ეხებოდა შობას. მე პატარა ქალაქში გავიზარდე, მთებში. ის ისეთი ადგილია, როგორიც უნდა იყოს შობის ქალაქი. თოვლით დაფარული მდელოები, ცეცხლმოკიდებული ხის სუნი ჰაერში. არც კი ვახსენებ ტრადიციულ საშობაო სუფრას მთელი ქალაქისთვის. ბებია შენის ცნობილი საშობაო კერძი რომელია? გოგრის წრიანი. ეს განსხვავებულია. და შენ ეს ყველაფერი პოლიციაში მუშაობის გამო დატოვე? მომწონდა ის იდეა, რომ სამყაროს დავეხმარებოდი, განსაკუთრებით წელიწადის ამ დროს. იმის შემდეგ, რაც ბაბუა ჩემი გარდაიცვალა, ბებია ჩემისთვის იქ მარტო ცხოვრება რთული იყო. დავარწმუნა, რომ აქ გადმოსულიყო. ის ძალიან იღბლიანია, რომ ყავხარ. მე ვარ იღბლიანი. რაიან, იცი ძალიან გავერთე, მაგრამ სახლში უნდა წავიდე. მაპატია. წოხვარ ინტერვიუს გამო. ყველაფერი რიგზეა. ამის გამოსწორება შეიძლება თუ ხვალ თავისუფალი დრო გაქვს. დარწმუნებული ხარ? შენ არა? თუ ასეა, ხოლ გნახავ. კარგი. კარგი. გამშვიდობისა. გამშვიდობისა. კრისტა გადაარჩენს შობას. ახლა კი მითხარით, რომ ჯეიმსონ ვარდს არ შეხვდით მერო ემერიკ. მოდი დავფიქრდეთ. შენ ნაძვის ხის ანთებაზე იყავი, დეტექტივთან ერთად თოვლი დაიწყო. ხალხი მღეროდა. შობის განწყობა იყო. სტო. ის ამბობს, რომ მოდი ინტერვიუ თავიდან ჩავწეროთ იმ მოპარულ დეკორაციებზე. სტო, მაგრამ ამისთვის არ მოსულ ხარ ამ დილას, ხომ ასეა? სტო,
მე დავინახე ის. ჯეიმსთან ვარდი დავინახე ნაძვის ხის ანთებაზე. მთელი ქალაქი იქ იყო. მაგრამ ის საშობაოდ ქალაქიდან არ უნდა გასულიყო. გონია რომ ემერიკს შეხვდა. ვიცი რომ რაღაც ხდება. კარგი მგონი პრობლემას ხედავ. ეს ასე უნდა იყოს. მე შენ გაძლევ ისტორიას. შენ აშუქებ ამ ისტორიას იმ ხალხისთვის, რომელიც სახლში ზის და გვიყურებს. სულ ეს არის ჩვენ რასაც არ ვაკეთებთ, ის არის რომ ჩვენი ქალაქის მერს გადავამტერებით, რადგან მას არ უნდა ისეთი ადამიანი ჩაერიოს მის საქმეებში, რომელიც შობას ცოტა ნაკლებად სახალისოს გახდეს. ამის გამო ჩამომაშორე ამ ამბავს. შენ კარგი ჟურნალისტი ხარ, კრისტა, მშვენიერი მომავალი გექნება. თავს მტკენ, მაგრამ თუ მომიტან რამე მნიშვნელოვანს, რამე ისეთს, რომელიც შობის ბაფთას შეკრავს, პირდები გავაშუქებ. მაგრამ ამავდროულად გრინჩი იპოვე. გმადლობ. არაფერს. ქუდზე აზრი შეიცვალე? რუდი ოდეს მექსმენია ალაბასტერ სნოუბოლზე. იმ ნახატის სახელს გავს, რომელიც ჩემმა ცოლმა მისაღებ ოთახში ჩამოკიდა. ის სანტას ერთ-ერთი ელფია. კარგი. როცა პატარა ვიყავი, ბაბუა ჩემი მიყვებოდა სანტას ელფებზე ისტორიას. ტრადიციულად მათგანი 6 ჰქონდა სახელი. სუპერპლამ, მერი, პეპერ მინსტიქსი, რაიან, ბოდიში სულ გაგიზდია რა? მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ელფი ალაბასტერ სნოუბოლი იყო. ის ეხმარებოდა სანტას მისი ცელკი თუ კარგი ბავშვების შედგენაში. და იცი ამას როგორ აკეთებდა? ხეზე იმალებოდა და ფანჯრიდან უყურებდა ყველას. და ამ ამბის მთავარი აზრი რა არის? ჩვენი ქურდი შეიძლება სანტას ელფებისგან სწავლობდეს რაღაცას. ღმერთო მაგარია. ძალიან მაგარი ხარ. რაც შეიძლება სწრაფად მოვედი აქ, ალი მანქანაშია. მოდი. მგონი რაღაც აღმოაჩინე. მგონია რომ ჩვენმა ქურდმა ხეზე აცოცება გადაწყვიტა. შემდეგ კი სკამზე გადავიდა. ასე მოიპარა სახურავის დეკორაცია კვალის დატოვების გარეშე. ესე იგი სანდა არ არის ეჭვმიტანელი. სერიოზულად ვამბობ. სხვა სახლების სანახავად დაუბრუნდი. მათ ყველას აქვთ ახლოს დიდი ხე და ყველა იმდენად ახლოსაა, რომ ამის გაკეთება შეიძლება. ეს სახლები შემთხვევით არ აურჩევიათ. არა, უბრალოდ სწორად უნდა აარჩიონ ხეების ადგილმდებარეობა სახლთან ახლოს. იდეა მაქვს. შემიძლია სიამოვნებით გითხრათ, რომ დეპარტამენტი ახლა ამ ქურდობის ეჭვმიტანილის კვალზე გადის. მოტივზე რა სიტყვით, დეტექტივა? მიზეს მნიშვნელობა არ აქვს, კრისტა. მინდა ხალხმა შეძლოს მშვიდად აღნიშნოს დღესასწაული, ზუსტად ისე, როგორც ვაპირებდით. ნათელი შოქებით და დეკორაციებით, რომელიც საშობაო განწყობას გვექმნის. ზუსტად ისე, როგორც სიმღერებშია. ამაზე გამახსენდა თქვენს უკან ნამდვილად საშობაო განწყობა. მთელი სამეზობლო ნაძვის ხესავითაა განათებული. ძალიან კარგია ბეიკერის 43 ქუჩაზე ყოფნა. ამ სახლს დიდი ხე აქვს. ამის არ შემჩნევა რთულია. ეს კრისტა დენსერია ნობელთაუნის მეშვიდე არხიდან. მე ბეიკერის 43 ქუჩიდან მიმყავდა ახალი ამბები. კრისტა. გამარჯობა. მეგონა რამე გჭირდებოდა, რასაც გასათბობად გამოიყენებდი. ცხელი ვაშლის სიდერი ცხარე სუნელებით. ეს ზამთრის ცივი საღამოსთვის ძალიან კარგი კერძია. არა, არ ინერვიულო, არავინ გამომყოლია. ამას პირველად არ ვაკეთებ. კარგი. პირველი გაკვეთილი ის არის, რომ ძრავა არ ჩართო იმისთვის, რომ ვერავინ შეგამჩნიოს. მართალია. კარგი. როგორ გონია ესე მოქმედებს? იმის ცდით რომ ქურდი ამ სახლში მოიტყო.
თუ მისი დაჭერა გვინდა, გამბედავები უნდა ვიყოთ. თანაც შენ ძალიან კარგად გამოგივიდა ამ ამბის გაყიდვა. კარგია. გაგვიმარჯოს. მადლობა. კარგი, ახლა უნდა წახვიდე. რა? და უნდა გამოვტოვო იმის შანსი თუ როგორ დაიჭერთ მოხუც ებენეზერს? კრისტა კაპიტანმა რომ გაიგოს რომ აქ ხარ. როგორ გაიგებს? თანაც ან შენთან ერთად დავალოდები, ან ჩემს მანქანაში და ალის წუწუნს მოусმენ სიცივეზე. ნებისმიერ შემთხვევაში ამას ერთად ვიზამთ. მაგრამ რამე რომ მოხდეს. ჩუმად ვიქნები, როგორც შობის თაგვი. ეს ძალიან კარგია. სად იყიდე? ჩემი მშობლები ყოველ შობას სახლიდან აგზავნიან. გრძელი ისტორია. დიდი დრო მაქვს. უფრო მეტად ოჯახური ბიზნესი. შენი ოჯახი საშობაოდ ვაშლის სიდრებს აკეთებს? სხვა რაღაცებთან ერთად. სხვა რაღაცები ჩობისთვისაა? ასეა? შეგიძლია წითელი შუქები გამორთო, როდოლფ. ეს არც ისე საინტერესოა. ესე იგი შენ სულ შობას აღნიშნავდი, მაგრამ რატომღაც მაინც დაკარგე საშობაო განწყობა. არ მინდოდა საოჯახო ბიზნესში გაწევრიანება. და ამ სიდრების გადაბარება? დამიჯერეს ზედმეტი შობაც არსებობს. ეს ჩემი გამოცდილება ნამდვილად არ არის. შენ სანტალენზე არ გაზრდილ ხარ. ბოდიში? სახლში, ვერმანტში, სადაც ელფი ვიყავი პატარაობიდანვე და ძალიან ბევრი ადამიანი იყო. ძალიან ბევრი გედი დაცურავდა. მე კი ელფი ვიყავი. სანტალენდი. ჰა, სანტალენდი. ყოველდღე შაბაა იქ. ნამდვილი ირმით, სანტას აქტივობებით და ჩვენი სინდერით. ყველანაირი ტკბილეულებით, თოვლის გუნდებით და ჯანჯაფილის სახლით. შობა ყოველთვის. დაახლოებით. ჩემმა ბებია ბაბუამ გახსნა ეს ადგილი დაახლოებით 50 წლის წინ. შემდეგ ისინი პენსიაზე გავიდნენ. შენი დრო იქნება. ეს იყო გეგმაში. თავიდან ასეთი ცუდი არ იყო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ. კარგი რა. ჩემი სახელი კრისტაა. როგორც წმინდა ნიკოლასში. სანტა კლაუსის გამო დამარქვეს სახელი. მესმის შენთვის შობა წელიწადში ერთხელ არის. ჩემი მთელი ცხოვრება კი შობა იყო. ეს ამიტომ დავტოვე იქაურობა. უბრალოდ კრისტა ნახე. უბრალოდ დალია შენი სიდერი. არა, შეხედე. შენ თქვი რომ მანქანაში დარჩებოდი? მე ვთქვი რომ ჩუმად ვიქნებოდი. ერთი და იგივე არ არის? არა, საკმარისია. დადი. პოლიცია, ახლავე გამოდით ისე რომ ხედავდეთ. ლეილანდის პირველი ერხი. დიახ. კარგი რა კრისტა. იმის შემდეგ რაც მოაწყო, როგორ შეგვეძლო არ გამოვჩენილიყავით. ჰა. ამას ვერ ვიჯერებ. ესე იგი, შინშენიც წახვედი მარტო, რომ ეს სახლი დაგეზვერა. არანაირი დამხმარე გუნდი, არანაირი ნებართვა. ეს იმის შემდეგ, რაც მშვენიერი საშობაო ისტორია მოიფიქრე, იმის შესახებ რომ მეჭმიტანილს ეწებ. ჩანაფიქრი მქონდა რომ ქალბატონი დენსერისთვის ახალი ისტორია მიგეწოდებინა რა ქალაქისთვის გასართობი მიგეცა. ეს ჩემი იდეა იყო. მართლა? იმიტომ რომ ახლა ხან ველაპარაკე მის უფროს. მისი თქმით, მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. მართლა? ო, ასე ვთქვათ, რომ მისი იდეა იყო შენთან ერთად მანქანაში მოეცადა, რომელიც ჩვენმა მეგობარმა ლეილენდის პირველმა არხმა გადაიღო. კარგი ვიცი. ისე ჩანდა, რომ შენ ტელევიზიის ჟურნალისტთან ერთად იჯექი მანქანაში უნებართვა თვალთვალის დროს, იმისათვის, რომ გამოგეჭირა ეჭვმიტანილი. რას ფიქრობ ამაზე?
მაგრამ ლეილენდის პირველი არხი მხოლოდ იმიტომ იყო იქ, რომ უნდათ სახლი ენახათ. ხო, მათ ნამდვილად კარგი ისტორია მიიღეს. რეალურად ქალბატონო, თქვენ გინდოდათ რომ ამ ქალაქის მაცხოვრებლებს გაეგოთ, რომ ჩვენ შობაზე ვზრუნავთ? ასობით წესის დარღვევით. არა, მე ასე ვერ გავაგრძელებდი მათ დევნას ამ ქალაქში. თუ გვინდა რომ ქურდი დავიჭიროთ შობამდე, უფრო მეტი უნდა ვეცადოთ. ეს ახლა აღარ მოხდება. შენ ძახვალ რაიან ყოველ შემთხვევაში ახლა. ახალი წლის შემდეგ ნახავ. აღარ. მაპატია რაიან ახლა წადი სახლში შობით დადგმი. სიარული გააგრძელე გთხოვ. და შენი მოსმენა არ მინდა. ნახვამდის. ვეკითხავ. საკმაოდ დიდი დრო მაქვს იმისთვის, რომ საშობაო საყიდლები დავამთავრო. წოხარ. ხო, მეც. კაპიტანმა მითხრა რაც ჩაიდინე. მადლობ რომ ჩემი გადარჩენა სცადა. ეს ყველაზე ცოტა იყო რაც შემეძლო იმის შემდეგ, რაც ჩემი ოჯახის ისტორიები მოგახვია თავზე. ეს კარგი ისტორია იყო. ჩემი ფავორიტი ნაწილი იყო ელფზე, რომელმაც საშობაო განწყობა დაკარგა. მაინტერესებს როგორ გაგრძელდება. სადგურზე რა მოხდა? ჩემს მოხსენებებს აღარ გავაკეთებ ხოლმე ცოტა ხნის მანძილზე. ჩემს უფროს უნდა რომ არ გამოვჩნდეს, ანამ ეს ყველაფერი არ ჩაწყნარდება. ესე იგი ორივე ჩამოგვაშორეს საქმეს და არაფერი გვაქვს გასაკეთებელი. შეიძლება ასია, სამაგეროდ ნამდვილად საყვარელი წყვილი ვართ. რაიანი და კრისტა გადაარჩენენ შობას. ეს მართლა ხდება? როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი არ ეთანხმება ჩვენს უფროსებს. კომენტარებში შეხედე. მადლობ იმისთვის, რომ კიდევ გჯერათ შობის, რასაც თქვენ აკეთებთ, შობას უკეთეს ხდის. იმედი ეს ქალაქი თქვენი ხეების ქვეშ რაღაც განსაკუთრებულს დადებს. შეგიძლია ესენი კაპიტანს ეჩვენო. ეს ალბათ ისევ კარგ პოლიციელად გაქცევს. მეხუმრები, როგორ გამოვიყურები ამ ვიდეოში, მუსიკები და ეს ყველაფერი. შეიძლება ცოტა უფრო კომფორტულად ვართ, ვიდრე რეალურად უნდა ვიყოთ. ხო, ალბათ. საქმეს ოფიციალურად ჩაამაშორეს. ისევე როგორც მე ამ ამბავს. მოდი ყველაფერი განვაგრძოთ. არა ოფიციალურად? ცოტა ხნით. შობამდე 4 დღეა და ჯერ კიდევ ყავს გულგატეხილი ოჯახები. მსხვერპლები ამ უაზრო ქურდობების. დრო გადის. ახლა უფრო სწრაფად ვიდრე სხვა დროს და ჩემს ადმინისტრაციას დავპირდი რომ შობამდე მოვაგვარებდით ამ საკითხს. ეს კი იმისთვის რომ ქალაქის მოსახლეები ახლავე დავბრუნდები. შობას მშვიდად შეხვდნენ. დროა ეს განსაკუთრებული დროა ამ წლის და სასწავლების მოხდენის შანსი გავაერთიანოთ და ქურდები დავიჭიროთ. როგორც თქვენი მერი, ჩემი სამსახურია რომ ხალხს დავეხმარო. მათ უნდა სჯეროდეთ სასწაულის ამ დღესასწაულზე და ჩემი მომავალი არჩევნების დროსაც. დავინახე რომ პრეს კონფერენციის შემდეგ მერს ესაუბრებოდი რა უნდა და ემერიქს. ხო, მან კაპიტანს ესაუბრა, რომელმაც უთხრა რომ საქმეს ჩამომაშორა და შემდეგ ემერიქსმა მითხრა რომ წუხდა, რადგან გამოძიება ჩეხში შევიდა. თავი ისე ვიგზაინე თითქოს მე მუქრებოდა. ხო, ის ჩანს. რაღაც მაქვს რაც გაგამხიარულებს. სახლის მფლობელთან ვსაუბრობდი. მეგონა საქმეს ჩამოგაშორეს. ხო, ასეა, მაგრამ ეს უფრო იმაზეა, რომ მას მოპარეს დეკორაციები და არ უნდა ამან შობა გაუფუჭოს. მას კარზე კამერა აქვს. კარზე კამერა აქვს? ხო, ის დარწმუნდა, რომ ის პატარა კამერა იმ ოფიცერისთვის მიეცა, ვინც ჩვენება ჩამოორთა. დიდი სიამოვნებით შევხედავდი მას. ასევე. უკვე შენ გაქვს არა? შობას გილოცა. კარგი, მოდი თავიდან ვუყუროთ. რაღაც გზა უნდა იყოს, რომ გავიგოთ ვინ არის ეს ტიპი. მისი სახე დაფარულია. ძალიან ბნელა რომ მანქანის ნომერი ამოვიცნოთ. ეს მშვენიერი იდეა იყო კრისტა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. მოიცადე, ცოტა უკან გადაახვია. ხო. აი. ეს ტიპი სერიოზული მცოცავია. ეს სტრაფიტოკის ასოციაციიდანაა. შენ ამის გაგება ამ უაზრო ფოტოდან შეგიძლია? მე მთებიან ქალაქში გავიზარდე გახსოვს? ეს აკაზმულობის თეორიას ამართლებს. ახლა რა ვშვებით?
ახლა უბრალოდ ვიცდით. მან პირველი შეცდომა დაუშვა. ახლა მეორესაც დაუშვებს. მე როდის მივწერ. თქვენ ორი ძალიან ბევრ შრომობთ იქნებ, ცოტა შეისვენოთ. ბები ამ ყველაფრის გაკეთება საჭირო არ იყო. სირცხვილი იქნება მორცხობილების გადაყრა. ეს ძველი საოჯახო რეცეპტია. შენი მრად გამოიყურება. გმადლობ ჯაის. ესე იგი ეს არის ჩვენი ბატონის კრუჯი. ვინც არ უნდა იყოს მის შეჩერებასთან ახლოსაც არ ვართ. არ დანებდე. თქვენ ორნი კარგი გუნდი ხართ. დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს დროულად მოაგვარებთ და ერთად შობის აღნიშვნის დროც დადგება. რეალურად ბები ეს უფრო მეტად მუშაობის ამბავია. დიახ. იცით, ჩემს ქმარს შობა ყველაზე მეტად უყვარდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მომწონდა მაშინ, რომ ამ გრძნობას მთელი წლის განმავლობაში ინახავდა. შენიერი კაცი უნდა ყოფილიყო. როცა რაიანი იზრდებოდა, როცა იმედი გაუცრუვდებოდა ან მოიწყენდა, მისი ბაბუა ზუსტად ამ გრძნობას გაახსენებდა. გახსოვს? მახსოვს. ისე უბნებოდა, რომ ძალიან ბევრ რამეზე დარწმუნებული შეიძლება ვერ ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი შეძლებდა ნდობას, აი ამის ნდობასთან ერთად ყოველთვის მიხვდებოდა სწორი საქციელი რა არის. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. ბებია ჩემი დახვეწილი არ არის. არა უშავს. ის საყვარელია და შეზესრულებს. ცოტა რთულია ჩემთვის წლის ამ პერიოდში ბაბუა ჩემის გარეშე. მან ბებიას შობას თხოვა ხელი. ხო. სიმართლეა. ეს ყველაზე რომანტიკული რაღაცა არა სამცხოვრებაში მომისმენია. ჩვენ ყოველწელს ავდივართ გრანიტის პიკზე შობამდე. ეს აღნიშნვის ფორმაა მისთვის. მისი ყველა მოგონებისთვის და ჩემთვის. ისინი გითვალთვალებენ ხომ ასეა? რა? აი ეს მანქანა. მასე რა სიტყვა? აქამდეც მინახავს. შავი სედანი? არა, მანქანის ნომერი მახსოვს. WHL. WH17. მე ნაძვის ხის ანთებაზე ვნახე. გონი ვილვრაითის ხალხს ეკუთვნის. ჩაჯიქი. ვერ ხვდები რა გაფიქრებინებს რომ ეს ტიპი ვილვრაითიდანაა? ჯეიმსონ ვარდი. ვიყურავდა? შენ თვითონ არ დაინახე, ნომრები იგივეა. ის ნაძვის ხის ანთებაზე იყო, რომ ემერიკი ნახა. ალბათ მეც დამინახა. ეს ხო რაღაცაა. შენ ნამდვილად გჯერა რომ ემერიკი ამ ქალაქის მერის საშობაო დეკორაციებს მომიპარავდა? მე არასდროს მithქვამს, რომ ის იპარავს თვითონ, მაგრამ ნამდვილად შეიძლება ის იყოს. ეს უბრალოდ არგუმენტია, რომელიც უნდა დაამტკიცო. კრისტა? მართალი ხარ? მტკიცებულება მჭირდება. შეიძლება დამთხოვა იყოს. შეიძლება. კარგი მისმინე. მე ოფიციალურად არაფრის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ იქ ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ახლა ამ საქმეს იძიებს. შემიძლია ვთხოვო, რომ ვარც უთვალთვალოს. ნახოთ ის რას ნახავს. გონი ბებია შენი მართალია. მე ვთქვი, რომ ამას ნახავდი. მანამდე კი ისევ პოლიციის გამოძიებაა, ამიტომ სანამ ვისაუბრებთ არაფერი იქნება. უნდა წავიდე. ბებია ჩემს უყვარს მისი ორცხობილების დარიგება, როცა ხალხი მოდის. ჩვენც სულ ვარიგებდით სიდერს. დაგირეკავ. კარგი. კრისტა? რას აკეთებ? საიდუმლო სანტა გახსოვს? დამეხმარები აქ? ყველა წერს რომ კრისტამ უნდა გადაარჩინოს შობა განსაკუთრებით მაშინ, როცა დღევანდელ გადაცემაში არ იყავი. ჩვენი მაყურებელი ფიქრობს, რომ ემზადები იმ ტიპის დასაკავებლად. მართლა? ცუდი იდეა არ არის. რა სიტყვის შობის წინა დღეს რომ პირდაპირ გადაცემაში გააკეთო. იქიდანვე ჩაერთვები ეს დიდი კაშკაშა ბაფთით შეფუთე. აი ასე. გინდა რომ საქმეს ავუბრუნდე?
იპოვე ქურდი და ეხმარე რომ მათი შეცდომები გაიაზრონ. შემდეგ კი ჩვენ გაგვახსენე რა არის შობის ნამდვილი მნიშვნელობა. ღმერთმა დაგლოცოს ყველა. ლეილანდის პირველ არხზე რა სიტყვი? ხუმრობ, მე მათ საშობაო ხელისკალას გაუგზავნი. რაიანი და კრისტა დაიბრუნეთ შობა. მათ სანტას ფავორიტი ელფების წყვილისთვის გამოგვაჩინეს. კარგი რაღაცები თქვეს. და ის ვიდეო? ნახე რამდენი მოწონება დაიმსახურა. იცი რა, ის დეტექტივიც წამოიყვანე, როცა ეს მოხდება, ცოტა შეყვარებულებით მოიქეცით. ხო, ალბათ. კარგი, რას ფიქრობ? კარგად გამოიყურება. კრისტა პირდაპირ გადაცემაზე ვამბობ. კარგი, პოლიცია ჯერ კიდევ იწიებს. მგონი ამ იდეაზე ძალიან არ გაგიჟდებიან. ეს როდის მერე გაჩერებს? ხვდები რა მხილ რეიტინგზე ვსაუბრობთ. თითქოს მთელი ქალაქი უსმენს საშობაო სიმღერას. და შემდეგ მოდის კრისტა, რომელიც ზის თავის ციდაზე. შენ ამას იზამ და ყველა ამაზე ისაუბრებს. მადლობ. ყველა. კრისტეს მშვენიერია. ეს ზუსტად ის არის, რაზეც ვსაუბრობდით. ისტორია, რომელიც გაქცევს სერიოზულ ჟურნალისტად. გონია, რომ ეს არის ის ამბავი. რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებულია. ყველა ვისაც მევხედა ველოდება, რა მოხდება შემდეგ. იმიტომ რომ ეს ვერცხლისფერი ბურთებისა და ცეცხლის ზემოთ ჩამოსაკიდებელი ნივთების შესახებაა. და ამაში ცუდი რა არის? არ მეგონა თუ ჩემი კარიერა ასე განვითარდებოდა. ალბათ, იმიტომ რომ ეს შობაზეა, არ ნიშნავს, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ჩვენგანისთვის პირიქით უფრო მნიშვნელოვანია. ასე არ არის. მადლობ. მაგრამ ცოტა ჩახლართულია. და ეს გართულება, მისი სახელი დეტექტივი ბრიჯერია რა. ამას რატომ ამბობ? თითქოს მარტო მე ვარ, ვისაც ის ვიდეო არ ვნახავს. ეს ყველანაირად გაბუქებულია. უბრალოდ ეს რომანტიკული გარემო დააკავშირებს და ეს ყველაფერი არ არის. რა? შენ მოგწონს? არა. ის კარგია მის საქმეში. მშვენიერია. ძალიან კეთილი. მისი დროის გამო. ის ასევე ძალიან მონოსხოლია შობით, ამიტომაც ადარდებს ასე ძალიან. არ უნდა რომ შობა ვინმეს გაუფუჭდეს. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი მისთვის. ხო, რა თქმა უნდა. 8 ადამიანთან მცადე შენი დაწყვილება. ასეთი სახით არც ერთზე საუბრობდი ყოველთვის ამ სახეს იღებ, როცა რაიანზე ლაპარაკობ. ამიტომ რა პრობლემაა? ვერ ხვდები. იცი, მას ამ საქმის დაკარგვა მოუწია ამ ვიდეოს გამო. ხო. ის ცდილობს, რომ დამეხმაროს. მაგრამ ქორდი რომ კამერაში გადავიღო, ყველა გაიგებს, რომ რაიანმა ამომახსნევინა ეს ფაზლი და უფრო მეტ პრობლემას აიკიდებს. ამ ყველა დარღვეული წესის გამო შეიძლება დაიჭირან. რას იზამ? მშვიდობისა. გამარჯობა. მე სურვილი შევასრულე. ახალი გაჭყლეტილები არა, მაგრამ მაინც არ არის ცუდი. გმადლობ. ამდენი ხანი აქ მელოდებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის სიდერი მოგეტანა? ხო. აი, შეიძლება ვილაპარაკოთ. ჩემს მეგობარს ვესაუბრე, რომელმაც ეს საქმე გადაიბარა. მან თქვა, რომ ნახავს რის ამოგეკვა შეუძლია პარკზე. მადლობა. მაგრამ შემიძლია გითხრა, რომ ის კომპანია ვილვრაიტი ძალიან ბევრ რაღაცას თავაზობს საზოგადოებას, განსაკუთრებით შობის დროს. ისინი ასევე ყველაზე დიდი პოლიტიკური მეწილეები არიან შტატებში, რაც მაფიქრებინებს, რომ ამერიკი და ის ერთად მუშაობენ. როგორ შეუძლია ჯეიმსონ ვარცი მუშაობს იმ კომპანიაში, რომელიც ასპონსორებს ნაძვის ხის განათებებს ყოველ წელს და შემდეგ ადამიანების წინაკარიდან დეკორაციები მოიპაროს? ხალხშენი გაოცება შეუძლია. მესმენე. მინდა რომ რაღაც გთხოვო. რა ხდება? ეს ჩემთვის არ არის. ბებია ჩემისთვისაა. კარგი. და რაც თქმა შეგიძლია. ისევ გელოდები. დღეს გრანიტ პიკზე ავდივართ და უნდა რომ შენს დამახვიდე. მე? ხო, მას ძალიან მოეწონა შენთან საუბარი გუშინ. ბაბოჩემზე რომ ასე მოგიყვა რაღაცები ძალიან ბევრი მოგონებები განუახდა. მგონი უნდა ის ადგილები გაჩვენოს, რომლებიც შობას ყველაზე მეტ ნიშნავდა მათთვის. ეს ოჯახური ტრადიციაა მხოლოდ თქვენ ორი. არ მინდა ჩავერიო.
არარევი, მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს და თან იქნებ ჩვენი ოჯახის ტრადიციის ნაწილად ყოფნა მოგეწონოს. რა სიტყვა? რაიან, მომისმინე მე შენ სამსახურში უნდა იყო, ვიცი. თქვი რომ რამე სიძიებ. ეს ასეც არის. ჩემმა მეგობარმა შეიძლება ნებისმიერ წამს დარეკოს. არ გინდა? აქ იყო, როცა ეგ მოხდება. თქვათ ის რაღაცას იპოვის ვარზე. შემდეგ რა მოხდება? რაც არ უნდა მოხდეს, ცოტა ხანი მოითმეს. კარგი, წავიდეთ. ადგილები მინდა გაჩვენო, სადაც ჩემთვის შობა შეიქმნა. კარგი. წავიდეთ. აკაურობა ძალიან ლამაზია. ეს რაიანის ფავორიტი ადგილია. ყოველ ნახვაზე მაოცებს. დიდხანს არ დავიგვიანებ. სად მიდის? მას ზემოთ ძალიან ბევრი მოგონება აქვს. ზოგიერთი მხოლოდ მისთვისაა. აი ეს იგულისხმის შენი შობა ისეთია, როგორიც გახსოვს, იმიტომ რომ აქ არასდროს იცვლება. არანაირი დეკორაციები, არანაირი საჩუქრები ხის ქვეშ. მხოლოდ ერთი. რას გულისხმობ? წლის ამ პერიოდში ერთი ვარსკვლავია, რომელიც ყოველ საღამოს მთის იქით ამოდის. და რამდენიმე წუთით ეს ყველაზე კაშკაშა დღეა სამყაროში. მე მას საშობაო ვარსკვლავს ვეძახი. ძალიან ლამაზი უნდა იყოს. ყოველთვის იმას მახსენებს, როდესაც მაჩუქეს. ბებია ბაბუისთვის ის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს მეტია ვიდრე მოგონებები, ეს რაღაცის რწმენაზეა. როცა ვარსკვლავი ცოტა ხნით უფრო მეტად ბრწყინავს, სასწაულების ახდენის დროს სწორედ მაშინაა. შეგიძლია მაგ დროს დაიჯერა, რომ ადამიანი საშობაო განწყობასაც კი დაიბრუნებს. უბრალოდ უნდა იცოდნენ, სად ეცებან. ეს ჩემ შემთხვევაში არ მოხდება. რატომ არა? შენ შობის ვარსკვლავებზე და სასწაულებზე საუბრობ. მე კი ისეთ რაღაცებს ვეძებ, რაც რეალურია და ფაქტია. ეს არის ის ისტორიები, რომლებსაც მე ვყვები. მხოლოდ ასეთის მოყოლა შემიძლია და ხანდახან ეს ნიშნავს, რომ არჩევანი უნდა გავაკეთო ჩემს სამსახურსა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც შეიძლება ვადგინო. არჩევანი. შენ მოპარულ დეკორაციებზე საუბრობ. ტელევიზიაში უნდათ, რომ ინტერვიუ ჩავწერო ქურდზე, რომელსაც ვიპოვი საშობაო საღამოზე. არც კი ვიცი ეს ვინ არის. 36 საათი მაქვს ჩემი საქმის შესაძლებლად. სამსახურებზე თუ მიდგა საქმე, ჩემი სამსახური ისედაც ძალიან ვიწრო ყინულზეა. თუ ამას იზამ, მე ვერ დაგეხმარები. ვიცი. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი პროფესიონალურად უნდა დარჩენილიყო. ჰა. კარგად ჭარს. გმადლობ, რომ აქ მომიყვანე, ძალიან ლამაზია. წაობებიას ვნახავ. ჰა. ქალაქის ცენტრი 7 საათი. ნახავ, რასაც ეძებ. უცნობი ნომერი. ამაში დარწმუნებული ხარ? ქალაქის ცენტრში. საღამოს 7 საათი, მხოლოდ ეს მომწეს. ვინ მოგცა? უკვე გითხარი. ეს ანონიმური რჩევა იყო. მათ მითხრეს, თუ მინდოდა გამეკო, მოპარული დეკორაციების შესახებ უნდა მოსულიყავი. როდის მოვა დეტექტივი ბრიჯერი? მაგრამ თუ მოპარული დეკორაციების შესახებ გავიგეთ, აქ არ უნდა იყოს, რომ იყოს პოლიცია. აქ დაკავების გამო არ ვარდალი. უბრალოდ მინდა ისტორია მივიღო. კარგი.
ალი. გარეთ გარეთ სატვირთო იდგა ზუსტად ისე როგორც წინა სახლთან. როგორ ფიქრობ ისინი იქნებიან? დღეს ჩუმად ხარ. უბრალოდ დღეს იმაზე ვფიქრობდი, რაც თქვი. ახსოვს პირველად რომ აქ ამოვედით. სახლის შეგრძნება მქონდა. მაინტერესებდა თუ შეიძლებოდა მაგ დროს. ძალიან მაგარია, როცა დარწმუნებული ხარ, რომ შეგიძლია გააზიარო ბრძნობა ვინმესთან. ვინმე კონკრეტულზე ვსაუბრობთ? კრისტაზე. მაგრამ დღეს მოგვიწია რაღაც არჩევანი გაგვეკეთებინა. ვიცი რომ ეს სწორი არჩევანია, მაგრამ მაინც რთულია. არის რაღაც ისტორია ბაბუაშელზე, შობას, რომელიც წარმოგისმენია. რას გულისხმობ? მითხარე. ჩვენ გრანიტ პიკში მივდიოდით, როგორც ყველა შობაზე ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ეს ხელის სათხოვნელად არ მომხდარა. ჩვენც გავაკეთეთ არჩევანი. მანამდე არ ვხვდებოდით ერთმანეთს. მართლა? როცა წასვლის დრო იყო, მისი მანქანა არ დაიკოკა. აი ესე მოხდა. ვიყავით მთის წვერზე, შუა ზამთარში და ვერაფერს ვერ ვაკეთებდით. შემდეგ თოვლი წამოვიდა. დიდხანს თოვდა. და რა გააკეთეთ? რა შემეძლო? მანქანაში ვეხუტებოდით ერთმანეთს და ვთბებოდით. და როდესაც მზე ამოვიდა, მან ცოლობა მთხოვა. მე დავთანხმდი. ეს რატომ არასდროს გითხოვს? ძვირფასო. იმ დროებში ახალგაზრდა წყვილი ერთად ღამეს ვერ ატარებდა. ეს დიდი სკანდალი იყო. არავისთვის გვითქვამს, მაგრამ უნდა ვაღიარო ეს ახლა საკმაოდ რომანტიკული ჩანს. ამდენად ახლოს იყავ? წარმოიდგინე, რამდენად განსხვავებული იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, რამდენ შობას გამოვტოვებდით. მაგრამ ჩვენ იღბლიანები ვიყავით. კარგი, ისინი სერიოზულად აპირებენ ქალაქის ცენტრიდან მოხსნან დეკორაციები. სანტა მათ დასჭის. ხო, მოდი სანამ სანტა გამოჩნდება, ჩვენ გავიგოთ ვინ არის იმ ფურგონში. კარგი, კამერა. რუდი, რა გაიგე? ეხუმრები? ვიცოდი. მოიცა. რა? რამდენი ხნით? ვერ ხვდები ეს რა შუაში ამ ყველაფერთან. კრისტა მართლა ხვდებოდა რაღაცას. კარგი, რუდი, ფაილი გამომიგზავნე. ვიცი რომ დასილი ვარ. მოდი ამას ადრეულის საშობა უსაჩქარი დაუძახოთ. კარგი, გმადლობ რუდი. ხედა? ძალიან ბნელა. მოიცადე. ეს ვინ არის? ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. გამარჯობა. საშობა უსაჩუქრები? სპორტული აღჭურვილობა ქალაქის ახალგაზრდობისთვის. დონაცია და სეზონის წახალისებები ვოლბრაითის კორპორაციისგან. ჯეიმსონ ვარდი. სასიამოვნოა შენი საბოლოოდ ნახვა ქალბატონო დენსერ. უკაცრავად ანონიმური რჩევისთვის, მაგრამ შენს რეპუტაციას თუ გავითვალისწინებთ, მივხვდი რომ ეს საუკეთესო გზა იყო ლაპარაკისთვის. ეს თქვენი ფურგონია? იგივე მანქანა, რომელიც ქურდმა გამოიყენა ქურდობების დროს. ჩვენ კამერაში ვნახეთ. ვიქირავე. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ნაქირავები. ამდენ პრობლემას შევიქმნიდი უბრალო ინტერვიუს გამო. კარგი, ვფიქრობ საჭირო არ ვარ აქ. წავალ ცხელ შოკოლადს მივერთმე. თქვენი საუბრეთ. კარგი? გმადლობთ. დაბრძანდით. გარეთ ცივა. კარგი, მე აქ ვარ. და ახლა რა? მინდა რაღაც საშობაო ისტორია გიამბო, რომელიც დიდი ხნის წინ გადამხდა. არ მიწყინოთ, ბატონო ვარდ, მაგრამ ერთადერთი ისტორია, რომელიც მაინტერესებს, ის არის, რომელსაც გავუშვებ ხვალ ღამე გადაცემაში. გონი ეს მოგეწონებათ. გისმენთ? შობა იყო. თითქმის 15 წლის წინ.
და ორმა ადამიანმა ძალიან ახლო მეგობრებმა გადაწყვიტეს მხიარული ხუმრობა მოეწყოთ მათი კომპანიის მოხუცი უფროსისთვის. როგორი ტიპის ხუმრობა? მათი ფიქრეს, რომ სასაცილო იქნებოდა, რომ ერთ დილასაც გაეღვიძა და ყველა დეკორაცია გამკრალი ყოფილიყო. მათთვის სამწუხაროდ მოხუცკაც ფხიზელი ჰქონდა. გარედან ხმა გაიგო და პოლიციას დაურეკა. რა მოხდა? ერთ-ერთი დაიჭირეს. მეორე კი შეუმჩნევლად მიიმალა. უფროსმა გადაწყვიტა არ გაეხმაურებინა, მაგრამ ის ერთი ახალგაზრდა იქვე გაათავისუფლეს. მერე კი ჩუმად იყო და მისი სამსახურით შეინარჩუნა. ისევე როგორც შობა, როგორც სხვა ყველა. შემიძლია ვიფიქრო, რომ ის ორი ადამიანი თქვენ და იმერიკი იყავით, არა? როდის გაიგეთ, რომ ის იპარარდა საშობაო დეკორაციებს? დარწმუნებული არ ვიყავი, თავიდან არა. თუ ასეთი დარწმუნებული იყავით, რომ ის იყო, რატომ არავის უთხარით? მეგონა რომ დავალებული ვიყავი მასთან, რომ მეცადა და გამერკვია. მისი აზრი შემეცვალა, სანამ თქვენ და დეტექტივი გაიგებდით ყველაფერს. ამიტომ გვიყურებდით იმ დღეს? არა, მე დაბნეული ვიყავი. იმ დღეს ვფიქრობდი, უნდა მეთქვა თუ არა თქვენთვის ეს ისტორია. ახლა კი აქ ვართ. თქვენ იცით, ახლა მე რასაც ვიზამ. თქვენ საქმე შეასრულებთ. კარგი, დაგიკავშირდებით. ეს რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ შობა თენდება და ისტორია გვაქვს ჩასაწერი. შობას გილოცავთ. თქვა რომ დაგიკავშირდებოდა? ხო, გონი მან იცის სად იქნება ამერიკა და უნდა დარწმუნდეს, რომ მეც იქ ვიქნები. არც ისე აჟიტირებული ჩანხარ. უბრალოდ მგონია, რომ რაღაც მაკლია. მაგალითად რა? არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ვარდმა ნაბიჯის წინ გადმოდგმა, მაშინ როცა შობა თენდება? იმიტომ რომ მთელი წლის მანძილზე კარგად იქცეოდი. აი ამიტომ. ძალიან მარტივად ჩანს. კრისტა, შენ ბევრი იმუშავე. ეს გამოიმუშავე. ახლა წადი. სახლში წადი და ისვენე. ეს შენი საუკეთესო შობა უნდა იყოს. ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს დაგარჩევთ. თუ გავთვალისწინებთ ჩვენს ბოლო დიალოგს, მინდოდა მეთქვა შენთვის, რომ ახალი რაღაც გაირკვა მოპარულ დეკორაციებზე. რა გაირკვა? ამას ვერ გეტყვი, მაგრამ არ უნდა გამოაქვეყნო შენი ამბავი. ამას ვერ ვიზამ, რაიან. რატომ? მეც მაქვს განვითარება. რაზე საუბრობ? ჩემს წყაროებს ვერ გეტყვი. სერიოზულად? ეს მართლა თქვი? პირველად. მშვენივრად ჟღერდა. გმადლობ. ბებია მეკითხებოდა ჩვენთან ერთად თუ ივახშმევდი შობას. მე მას ვუთხარი, რომ რაღაც გაუთვალისწინებლის გამო შვენიერი იქნებოდა. კარგი. ნიშნულობა არ აქვს. შობას გილოცავ. გილოცავ. შენც. შობას გილოცავ, ქალბატონო დენსერ. ამას ძალიან სერიოზულად ვუდგები. ბაჰამბუგის ნიშნებს ვიჭერ? ახლა როცა ახსენე, მე ამ სეზონის აურას ვიჭერ. ირგვლივ მოიხედა, თოვლით დაფარული ქუჩები, ფერადი განათებები. ჯეიმსონ ვარდი, მიიღე შენი ისტორია, დაიჭირე ქურდი. როგორ გამოვიყურებით უფროსა? საოცრად, მომზადეთ პირდაპირი გადაცემისთვის. კრისტა? კარგად ხარ? დიახ. ისტორია, რომელსაც ყველა ელოდა. უბრალოდ ელოდებიან, როდის მოისმენენ, შობა რას ნიშნავს შენთვის. შობა რას ნიშნავს ჩემთვის? კარგი? მომზადეთ. 3, 2. მოგესალმებით ნობელთაუნ. მადლობა, რომ შობის წინაღამეს ჩვენთან ერთად ხართ. როგორც ძალიან ბევრმა თქვენგანმა იცის, მე ანონიმური რჩევა მივიღე, საჩემეძლო მეპოვა
ჩვენი შობის ქურდი. შვენიერი არა? ვიღაცამ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მათი საშობაო განწყობა გაგვეზიარებინა. დღეს ჩვენ დაგარწმუნებთ, რომ ის იქ დარჩება, სადაც ეს რა იყო? გაიგე? ვიღაც არის აქ. ეს არის კრისტა დენსერი, ნობელთაუნის მეშვიდე არხიდან. ვინც არ უნდა იყო მან, ჩვენ უბრალოდ საუბარი გვინდა. შეგიძლია შენი ისტორიის ნაწილი მოყვე? მერო ემერიკ. მერთო ჩემო, ის მართალი იყო. რომ გაგაგებინოთ, ეს პირდაპირი გადაცემა. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ქალაქში. რა, ამას ვერ გამიკეთებთ. უბრალოდ მითხარით, რატომ იპარავდით შობის დეკორაციებს? აქ ამიტომ ხართ? გონიათ მე ვარ ქურდი? ვიცი, რაც მოხდათ 15 წლის წინ. ვიცი, როგორ დაკარგეთ სამსახური შობის წინადღეს, როგორ გიღალატეთ საუკეთესო მეგობარმა. მე ქურდი არ ვარ ქალბატონო დენსერ. მე აქ ბოდიშის მოსახდელად ვარ. ბოდიშის მოსახდელად? დიახ, ბოდიშის მოსახდელად. მინდა პასუხისმგებლობა ჩემ თავზე ავიღო. ეს ცოტა დაგვიანებულია. ასე არ ფიქრობ? გამოიცანით, ვინ არის ერთადერთი ადამიანი ნობელთაუნის ისტორიაში, რომელსაც შეეძლო ბატონი ამერიკის დადანაშაულება. მინიშნებას მოგცემ. აი ამ ტიპს. მას ასევე საწყობი აქვს, რომელიც ავსია საშობაო დეკორაციებით და საცოცი მოწყობილობებით. ესე იგი, ეს შენი ფურგონი იყო. რა თქმა უნდა, ჩემი ფურგონი იყო. და ეს იმისთვის, რომ სპორტის ნივთები დამირგებინა ბავშვებისთვის. მე მინდოდა გენახათ, რომ კარგი ადამიანი ვიყავი. როცა კაპიტანმა გაიგო, რომ ქურდი მცოცავი იყო და ამ ორს გრძელი ისტორია გქონდათ, ჩემი დაშის პერიოდი გაუქმდა და აქ გამოგზავნა შენს დასახმარებლად. შენ 15 წელი გქონდა ბოდიშის მოსახდელად. მინდა უბრალოდ ყველაფერი გამოვასწორო, ჯეიმსონ. მაგრამ როგორ? ყველა საბჭო შეხვედრა, ყველა ნაძვის ხის ანთება, ყველა პატარა ლიგის გახსნა. იქ ერთად ვიყავით. ბევრი შესაძლებლობა გქონდა. ძალიან ბევრი. მოცდი დავიღალე. ეს შენ მოაწყო? გინდოდა გამოგეჩინა, რომ ქურდი ვარ? ჩვენ ორივე ვიყავით. არ გახსოვს? უბრალოდ შენ არ დაუჯერი ხარ. ეს შესანიშნავია. მართალი ხარ. მაპატია. მე მთელი 15 წლის განმავლობაში ვნანობდი ამას. და განსაკუთრებით დღეს. მედი და დავზეიმობ შობის გათენებას. მაშინ კარგი დროა, რომ დაიწყოთ. ასე არ არის? 15 წელი გავიდა. ეს ძალიან დიდი დროა იმისათვის, რომ თავი მოაჩვენო, რომ ეს ყველაფერი არ ხდება შენს ირგვლივ. თქვენ ამის შესახებ არაფერი იცით. მე ვიცი, რომ ბევრჯერ მიფიქრია, რომ მომბეზრდა ეს განათებები და სათამაშოები, მომბეზრდა ყველა საშობაო სიმღერის ტექსტი, მაგრამ ძალიან დაკავებული ვიყავი იმით, რომ ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ შობა მომბეზრდა. ამიტომ ამ დროს ვერ ვამჩნევდი რა მაკლდა. ხალხია მნიშვნელოვანი. ის ხალხი, რომელზეც ზრუნავ, რომელიც გიყვარს. აი ეს არის შენი შობა. მე ვიტყოდი, რომ ეს დრო იდეალური იყო. თუ ამას გაიხსენებთ, ბევრ რამეს აპატიებთ ერთმანეთს. და იქნებ შობის აღნიშვნა კიდევ ერთხელ, როგორც ადრე იყო, ერთად. როგორც ამ ქალაქის მერი, მე ოფიციალურად ვათავისუფლებ ჯეიმსონ ვარდს ბრალდებებისგან. გონი ამას ვერ იზამს. მე რო ამერიკა მისუფლება რეალურად არ გაქვთ. მაშინ ამ შემთხვევაში გირაოს ფული მაინც გადამახდებინე. არა, საჭირო არ არის, რომ ეს გააკეთო. მე მოვითხოვ. ამ შემთხვევაში არ გავიქცევი. კარგი, წავედით. დეტექტივო? კიდევ ერთი კითხვა სანამ წავალ. რაიმე შანსი არის, რომ საშობაო ვახშმის მოწვევა ისევ არსებობდეს? აქ დარჩი. ამას არ ველოდი. მეგობრებო, ისე ვიღებთ. შეაჯამეთ მეგობრებო, მიდით. შობას გილოცავთ. შობას გილოცავთ. კარგი. შეგიძლია გამართავ. მიდი. გმადლობ. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეტ ბეთის მიერ.